საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. ამ გაკვეთილის თემაა ამოცანების ამოხსნა ორუცნობიან განტოლებათა სისტემების გამოყენებით. პირველი ამოცანა. იპოვეთ ორი რიცხვი, რომელთა ჯამი არის 50. ანუ ჯამი არის 50, ხოლო ნამრავლი 225. შემოვიტანოთ აღნიშვნები. თქვათ ეს რიცხვებია x და y. რადგან ამ რიცხვების ჯამი არის 50, შედგება შემდეგი განტოლება. x + y უდრის 50-ს. ხოლო მათი ნამრავლი არის 225, ანუ შედგება შემდეგი განტოლება. x-ი გავამრავლოთ y-ზე, უდრის 225-ს. ამოხსნათ ახლა ეს სისტემა ჩასმის ხერხით. როგორც ვიცით, ამ შემთხვევაში, რადგან პირველი წრფივია და მეორე არის მეორე ხარისხის განტოლება, წრფივი განტოლებიდან გამოვსახავთ ერთ-ერთ უცნობს და შევიტანთ მეორე განტოლებაში. ამჟამად გამოვსახოთ x-ი. x-ი უდრის 50-ს გამოვაკლოთ y. და შევიტანოთ x-ის ნაცვლად 50 მინუს y. გავამრავლოთ y-ზე, უდრის 225. მივიღეთ ერთუცნობიანი განტოლება, ამიტომ აქვე ამოვხსნათ. გადავამრავლოთ, გავხსნათ ფრჩხილები, 50 y-ს, გამოვაკლოთ y კვადრატი, უდრის 225-ს. მივიღეთ კვადრატული განტოლება y ცვლადის მიმართ. დავალაგოთ ახლა ეს წევრები ხარისხის კლების მიხედვით. და მივიღეთ შემდეგი კვადრატული განტოლება y კვადრატს, გამოვაკლოთ 50 y, მივუმატოთ 225 უდრის 0-ს. ამ განტოლების ამოხსნა შეიძლება მოკლედ ვიეტის თეორემის საშუალებითაც. ორი რიცხვის ნამრავლი უნდა იყოს 225, ხოლო მათი ჯამი უნდა იყოს 50. ასეთი რიცხვებია 45 და 5. მართლაც 45 ჯერ 5 225-ია, ხოლო მათი ჯამი 50-ია. ანუ მივიღეთ y-ის ორი მნიშვნელობა. y უდრის 5-ს, ან y უდრის 45-ს. ან შეიძლებოდა ამ განტოლების ამოხსნა დისკრიმინანტის საშუალებით ფესვთა ფორმულით. ახლა დაუბრუნდეთ ჩვენ სისტემას. მივიღეთ y-ის ორი მნიშვნელობა, ამიტომ ერთი სისტემა მოგცემს კვლავ ორ სისტემას და გვექნება შემდეგი. როცა y უდრის 5-ს, ვითვლით ცალკე x-ის მნიშვნელობას, ამ შემთხვევაში x-ი იქნება 50 მინუს 5, ანუ 45. ხოლო როცა y უდრის 45-ს, გვექნება x-ი უდრის 50 მინუს 45, ანუ x-ი უდრის 5-ს. მივიღეთ, რომ სისტემას ქონია ორი ამონახსნი. აი ამ სისტემას, რომელიც შევადგინეთ ამოცანის პირობის თანახმად. ამოცანის პირობის მიხედვით. ეს ამონახსნებია 45 და 5 და 5 და 45. ანუ ჩვენ ამოცანა გვეკითხებოდა, რომ გვეპოვა ისეთი ორი რიცხვი, რომელთა ჯამი 50-ია და ნამრავლი 225. ანუ ეს რიცხვებია 5 და 45. ახლა განვიხილოთ მეორე ამოცანა. იპოვეთ ორი რიცხვი, რომელთა ჯამი 12-ია, ხოლო კვადრატების ჯამი 80. ანუ ორი რიცხვის ჯამი არის 12, ხოლო ამ რიცხვების კვადრატების ჯამი არის 80. ისევ შემოვიღოთ აღნიშვნა. ეს რიცხვები აღვნიშნოთ x-ით და y-ით. რადგან ჯამი 12-ია, გვექნება x + y უდრის 12-ს. ხოლო მათი კვადრატების ჯამი არის 80, ანუ x კვადრატს პლუს y კვადრატი უდრის 80-ს. კვლავ გამოვსახოთ ზედა განტოლებიდან, რადგან ზედა განტოლება არის წრფივი, ერთ-ერთი ცვლადი მეორე ცვლადით. x უდრის 12 მინუს y.
და შევიტანოთ მეორე განტოლებაში. 12-ს მინუს y-ის კვადრატს დამატებული y კვადრატი უდრის 80. მაგრამ 12-ს მინუს y-ის კვადრატი არის 154-ს გამოკლებული ამათი ნამრავლის გაურკეცებული, ანუ 24y პლუს y კვადრატი პლუს კვლავ y კვადრატი, აი ეს y კვადრატი უდრის 80-ს. მივიღეთ ერთუცნობიანი კვადრატული განტოლება. y კვადრატს დამატებული y კვადრატი, ეს არის 2y კვადრატი. გამოკლებული 24y და 80-ი გადმოვიტანოთ მარცხენა მხარეს. 154-ს გამოკლებული 80 იქნება 64 პლუს 64 უდრის 0-ს. ახლა ამ განტოლების გამარტივება შეიძლება ყველა წევრის 2-ზე გაყოფით. მივიღებთ y კვადრატს გამოკლებული 12y პლუს 32 უდრის 0-ს. და როგორც ხედავთ, ამ კვადრატული განტოლების ამონახსნებია 8 და 4. მართლაც 8-სა და 4-ის ნამრავლი გვაძლევს 32-ს, ვიეტის თეორემის თანახმად და ჯამი გვაძლევს 12-ს. ანუ 8 და 4 იქნება ამ განტოლების ამონახსნები. ანუ მივიღეთ, რომ y არის ან 8, ან 4. როცა y 8-ის ტოლია, მაშინ x იქნება განვიხილოთ პირველი შემთხვევა, როცა y უდრის 8-ს. მაშინ x იქნება 12-ს გამოკლებული 8, ანუ 4. ხოლო მეორე შემთხვევა, როცა y არის 4-ის ტოლი, მაშინ x იქნება 12-ს გამოკლებული 4, ანუ 8. ანუ ამ სისტემას გააჩნია ორი ამონახსნი, 4, 8 და 8, 4, მაგრამ ამოცანის ამონახსნი იქნება ეს რიცხვებია 8 და 4, რომელთა ჯამი 12-ია, ხოლო კვადრატების ჯამი არის 80. ახლა განვიხილოთ მესამე ამოცანა. მესამე ამოცანა მდგომარეობს შემდეგში. თქვათ A ბანკში 600 ლარის განთავსებისა და B ბანკში 800 ლარის განთავსების შემდეგ წლის ბოლოს ორივე ბანკიდან ერთდროულად 128 ლარ დივიდენდს მივიღებთ. ანუ მივიღებთ 128 ლარ დივიდენდს. ხოლო თუ პირიქით მოვიქცევით, 800 ლარს A ბანკში შევიტანთ, ხოლო 600 ლარს შევიტანთ B ბანკში, მაშინ დივიდენდის სახით მივიღებთ 124 ლარს. რამდენ პროცენტიან დივიდენდებს გასცემენ ეს ბანკები? ანუ უნდა გავიგოთ, თუ რამდენ პროცენტიან დანამატს გასცემს A ბანკი და B ბანკი სათითაოდ. თქვათ A ბანკის პროცენტი არის x%, ხოლო B ბანკის არის y%. მაშინ 600 ლარის შეტანის შემთხვევაში 600 ლარს დაემატება 600 ლარის x%. ანუ 600 გამრავლებული x მიასეთზე. 600 გამრავლებული x მიასეთზე. შემდეგ 800 ლარს B ბანკში დაემატება 800 ლარის y%. ანუ 800-ის y%, რომ ვიპოვოთ, 800 უნდა გავამრავლოთ y მიასეთზე. ეს ორივე ნამატი პირობის თანახმად შეადგენს 128 ლარს ერთად. ახლა თუ A ბანკში შევიტანთ 800 ლარს, მაშინ A ბანკში ამ 800 ლარს დაემატება 800-ის x%. ანუ 800 გავამრავლოთ x მიასეთზე. ხოლო B ბანკში 600 ლარის შეტანისას 600 ლარს დაემატება 600-ის y%. ანუ 600 გავამრავლოთ y მიასეთზე. ორივე ერთად კი ამოცანის პირობის თანახმად არის 124 ლარი. და მივიღეთ ორი განტოლება, ორ უცნობიანი. ამოვხსნათ ახლა ეს განტოლებათა სისტემა.
რადგან x და y ესეთი რიცხვებია, რომლებმაც ეს ორივე განტოლება ერთდროულად უნდა დააკმაყოფილოს. გავამარტივოთ განტოლება და მივიღებთ 600 და 100 შეიკვეცება 6x პლუს 8y უდრის 128-ს, ასევე შეიკვეცება 800, 100, 600 და 100, ანუ იქნება 8x პლუს 6y უდრის 124-ს. ახლა შევკრიბოთ წევრ-წევრად განტოლების მარცხენა მხარე. მივიღებთ 14x პლუს 14y უდრის 242-ს. ამ განტოლების ყველა წევრი გავყოთ 14-ზე. მივიღებთ x პლუს y უდრის 25-ში 14 მოთავსდება ერთხელ, ხოლო 92-ში, ხოლო დაგვრჩება 92, 252 გავყოთ 14-ზე, 294 გავყოთ 14-ზე. ეს იქნება 1, დაგვრჩება 11, 112-ში მოთავსდება 8-ჯერ, ანუ იქნება 18. ესე იგი, მივიღეთ შედარებით მარტივი განტოლება x პლუს y უდრის 18-ს, გამოვსახოთ ახლა x-ი ამ განტოლებიდან მივიღებთ 18-ს გამოვაკლოთ y და შევიტანოთ ერთ-ერთ განტოლებაში. 6-ი გავამრავლოთ 18 მინუს y პლუს 8y უდრის 128-ს. და მივიღეთ ერთუცნობიანი წრფივი განტოლება. გავხსნათ ფრჩხილები. 6-ჯერ 18 იქნება 6-ჯერ 8, 48, 20 ვიმახსოვრებთ 104 მინუს 6y პლუს 8y უდრის 128-ს. შევაერთოთ მსგავსი წევრები, მივიღებთ 2y ტოლია 108, გადავიტანოთ 128-ის მხარეს, 128-ს გამოკლებული 108 იქნება 20. და მივიღეთ, რომ y უდრის 10-ს. რადგან მივიღეთ, რომ y უდრის 10-ს, შევიტანოთ y-ის მნიშვნელობა პირველ განტოლებაში და მივიღებთ, რომ ესე იგი, თუ y უდრის 10-ს, x-ი იქნება 18-ს გამოკლებული 10, ანუ 8. ანუ ამოვხსენით ამოცანა, ესე იგი, A ბანკის პროცენტი ყოფილა 8%, ხოლო B ბანკის პროცენტი არის 10%. მეხუთე ამოცანა მდგომარეობს შემდეგში. მართკუთხა სამკუთხედის პერიმეტრი არის 16.8 სანტიმეტრი. ხოლო ჰიპოტენუზა არის 7.4 სანტიმეტრი. ვიპოვოთ ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობი. ანუ ვიპოვოთ ესი. შემოვიტანოთ აღნიშვნები. ამ მართკუთხა სამკუთხედის კათეტები აღვნიშნოთ A პატარა და B პატარა ასოებით. მაშინ, რადგან პერიმეტრი არის 16.8, შეიძლება ჩავწეროთ შემდეგი განტოლება. A-ს მივუმატოთ B, მივუმატოთ კათეტების ჯამი და ჰიპოტენუზა 7.4 ერთად მოგცემს ამ სამკუთხედის პერიმეტრს. და შემდეგ ჰიპოტენუზა არის 7.4, ეს ნიშნავს, რომ კათეტების კვადრატების ჯამი არის 7.4 კვადრატი, ანუ c კვადრატის ტოლი. A კვადრატს პლუს B კვადრატი უდრის 7.4 კვადრატს. და მივიღეთ ორ უცნობიანი განტოლებათა სისტემა. ამოვხსნათ ახლა ეს სისტემა. ეს ტოლფასია, გავამარტივოთ პირველი განტოლება, მივიღებთ A პლუს B ტოლია 16.8-ს გამოვაკლოთ 7.4. მივიღებთ 9.4-ს. ხოლო A და B კათეტების კვადრატების ჯამი არის 7.4.
ახლა აი ეს კვადრატების ჯამი შევავსოთ სრულ კვადრატამდე. ამისათვის დავუმატოთ და გამოვაკლოთ a და b-ს გაურკეცებული ნამრავლი, ანუ 2ab. მივიღებთ a + b უდრის 9.4/1000-ს და თუ დავუმატებთ 2ab-ს, მივიღებთ a კვადრატს + b კვადრატს + 2ab - 2ab უდრის 7.4/1000-ს კვადრატს. შემდეგ a + b უდრის 9.4/1000-ს და პირველი 3 წევრი აი ამ მეორე განტოლებისა გვაძლევს ჯამის კვადრატს a + b კვადრატში - 2ab უდრის 7.4/1000-ს კვადრატს. ჩვენ ვიცით, რომ a + b არის 9.4/1000. მეორე განტოლებაში პირდაპირ ჯამის ნაცვლად შევიტანოთ 9.4/1000 და მივიღებთ 9.4/1000-ს კვადრატს გამოვაკლოთ 2ab უდრის 7.4/1000-ს კვადრატს. გამოთვალოთ პირდაპირ 2ab. 2ab უდრის 9.4/1000-ს კვადრატს გამოვაკლოთ 7.4/1000-ს კვადრატი. იმისათვის, რომ მარტივად გამოვთვალოთ ეს კვადრატების სხვაობა, გამოვიყენოთ კვადრატების სხვაობის ფორმულა. 2ab უდრის 9.4-ს გამოკლებული 7.4 გავამრავლოთ 9.4-ს მივუმატოთ 7.4. ეს უდრის 9.4-ს გამოკლებული 7.4 არის 2, ხოლო 9.4-ს მიმატებული 7.4 ეს არის 16.8. და როგორც ხედავთ, 2ab უდრის 2-ჯერ 16.8-ს. განტოლების ორივე მხარე გავყოთ 2-ზე და მივიღებთ ab უდრის 16.8-ს. როგორც ვიცით, მართკუთხა სამკუთხედის ფართობი არის კათეტების ნამრავლის ნახევარი. ანუ s უდრის ab შეფარდებული 2-თან. ჩვენ ვიპოვეთ, რომ ab ნამრავლი არის 16.8. შევიტანოთ ამ ფორმულაში 16.8 შეფარდებული 2-თან და მივიღებთ, რომ ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობი ყოფილა 8.4 სანტიმეტრ-კვადრატი. ანუ s უდრის 8.4 სანტიმეტრ-კვადრატს. ანუ ეს ის შემთხვევა, როდესაც ცალ-ცალკე კათეტების პოვნა არ დაგჭირდა და რადგან ფართობი გვინდოდა, გამოვთვალეთ პირდაპირ ნამრავლის ნახევარი. ახლა განვიხილოთ კიდევ ერთი მეხუთე ამოცანა. მეხუთე ამოცანა მდგომარეობს შემდეგში. 2 დადებითი რიცხვი საშუალო არითმეტიკული უდრის 17-ს, ხოლო საშუალო გეომეტრიული 15-ს. იპოვეთ ეს რიცხვები. ანუ საშუალო არითმეტიკული უდრის 17-ს, ხოლო საშუალო გეომეტრიული უდრის 15-ს. ვიპოვოთ ეს რიცხვები. თქვათ ეს რიცხვებია a და b. მაშინ 2a და b რიცხვების საშუალო არითმეტიკული ეს არის მათი ჯამის ნახევარი. და პირობის თანახმად ის უდრის 17-ს. ხოლო 2 რიცხვის საშუალო გეომეტრიული ეს არის კვადრატული ფესვი AB ნამრავლიდან და ეს არის 15-ის ტოლი. ახლა გავამარტივოთ თითოეული ეს განტოლება და ამოხსნათ მიღებული სისტემა. A + B ტოლი იქნება თუ ამ განტოლების ორივე მხარეს გავამრავლებთ 2-ზე 34-ის. ხოლო თუ ორივე მხარეს ავიყვანთ კვადრატში, ვიცით რომ ეს A და B დადებითი რიცხვებია, AB იქნება 225-ის ტოლი. და მივიღეთ ისევ იმ ტიპის განტოლება, სადაც მოცემულია ორი ცვლადის ჯამი და ნამრავლი. ამიტომ
გამოვიყენოთ ახლა ვიეტის თეორემის შებრუნებული თეორემა და შევადგინოთ ისეთი კვადრატული განტოლება, რომლის ამონახსნებიც იგივე პირობას აკმაყოფილებს, რასაც ჩვენი a და b უცნობი რიცხვები. ეს იქნება t კვადრატს მინუს 34t პლუს 225. ანუ ეს უდრის 0-ს. თუ ამოვხსნით ამ კვადრატულ განტოლებას დისკრიმინანტით და ფესვთა ფორმულით, მივიღებთ, რომ ამ განტოლების ამონახსნებია 25 t უდრის 25-ს ან t უდრის 9-ს. ესე იგი ჩვენი საძიებელი a და b რიცხვები ყოფილა 25 ან 9. ამ სისტემის ამონახსნები იქნება 9 და 25, 25 და 9, მაგრამ ამოცანის პასუხი იქნება იპოვეთ ეს რიცხვებია, საძიებელი რიცხვებია 9 და 25. ამრიგად, ამ გაკვეთილზე ჩვენ განვიხილეთ ამოვხსენით ამოცანები ორუცნობიანი განტოლების სისტემის საშუალებით. ამით ჩვენი გაკვეთილი დამთავრებულია, გისურვებთ წარმატებას.